ვითომ ეს კამერა რაში უნდა გამოვიყენო მეთქი და აჰა, ესეც ვთქვათ არის უმაგრესი კერძო სახლი უნდა გაჩვენოთ, ხით რა კარგი აუზია, აქ გვაქვს ზეთისხილის ხე. ეხლა კი წავიდეთ უშუალოდ სახლში, თუმცა ფასადსაც იქამდე შეხედეთ, ძალიან ლამაზი ექსტერიერია. სახლი არის 340 კვადრატული მეტრი, მიწის ფართობით გვაქვს აქედან 600 კვადრატული მეტრი, აქედან არა უბრალოდ 600 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი. მისაღების სივრცე არის სრულიად იზოლირებული. აქეთ გვაქვს სამზარეულო, ალბათ მინის ვიტრაჟს მე პირადად დავამატებდი. რა თქმა უნდა, აქაც სლაიდის მექანიზმი და შეგვიძლია რომ გავიდეთ ეზოში. პირველ სართულზე გვაქვს ერთი საძინებელი, ნახეთ. უკანა ეზოს უკავშირდება და მოდი უკანა ეზოსაც გაჩვენებთ. სხვათა შორის დიღომში კარგ ადგილზე არის. და ფასიც აქვს ადეკვატური, $470,000 არის იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობითაც ახლა თქვენ ხედავთ. მომწონს ის, რომ არის კინოს ოთახიც, სადაც ყველაფერი არის უკვე აბსოლუტურად დაყენებული. აქედანაც გავდივართ ეზოში, თუმცა თუ არენდომება ახალ მყიდველს შეუძლია რომ გადააკეთოს და სამუშაო სივრცე დააქციოს. ეს არის ერთი სველი წერტილი. ამასაც საინტერესოდ შეიძლება რომ მოუფიქროთ ათვისება. მომწონს ის, რომ არის ბუნებრივი განათებით კიბე და მუხის ეგრეთ წოდებული შპონი არის გამოყენებული. ეხლა აქაც ბევრი რო არ მიბოდიალო, გაჩვენებთ. აი ესე არის, დაახლოებით სტილს რომ მიხვდეთ, ყველაფერი ბუნებრივი განათებით რა თქმა უნდა. და კიდევ საძინებელი, თუმცა აქ აივანი, მაგრამ ეს არის ძალიან ლამაზი. ეს ოთახი აუცილებლად შემეიქნებოდა აქ თუ ვიცხოვრებდი. ალბათ ეს ჟესტი ყველას მოგეწონებათ. ნიჟარაც არის ორ ადამიანზე გათვლილი, ორი ნიჟარაა, გული რომ ჩქარდა თან დაუბერდი მგონი. და ეს საგადირობე სივრცე. მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ ეს უძრავი ქონება, პირველ რიგში შემიფასეთ და თან ამავდროულად მომწერეთ აუცილებლად პირად შეტყობინებებში. დროებით!